უნდა აღმოჩნდნენ ისინი და ის ადამიანები, რომლებიც არ ყავს დაკავებული უსამართლოდ გაასამართლეს, აუცილებლად გამოვლენ გარეთ და ყველანი პასუხს აგებს და დაფიქრდნენ აუცილებლად. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ახლა ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ეწყობა აქცია პერფორმანსი, პროევროპული აქციის მონაწილეები აწყობენ ამ აქციას. დღეს მერაბ ტურავას ამ სასამართლოს თავმჯდომარის ბოლო სამუშაო დღეა და სწორედ ესეთი პერფორმანსი ეწყობა ახლა აქ სასამართლოსთან. მოგესალმებით მალხაზ, რა არის თქვენი გზავნილი ამ ფორმით? რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მაყურებელს? როგორც გავიგეთ, დღეს აცილებენ უწყობენ ფრუშეთს სასამართლოში და ჩვენ როგორც სასამართლოში სასამართლო ქვეყანაში ვართ, როგორც მე ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე გამასამართლეს უსამართლოდ ჯარიმები გამოწერეს, შემდეგ საქმე აღძრული გებუაძეზე და საერთოდ არ იძიებენ არანაირი პასუხები და აუცილებლად ყველანი გასამართლდება, აუცილებლად ყველა ვინც არის უსამართლო, აუცილებლად და ხართოძეზე ვინც წამოწება აუცილებლად გასამართლდება. მე არ ვიქნები მოსამართლე, მე გავაგზავნე ისევ ჩემს საქმეს, შემოქმედებითად აუცილებლად ეს ქვეყანა დაუდგება თავის და ეს შავშავი მოსამართლეები აუცილებლად აღმოჩნდებიან იმ ადგილას, სადაც არიან სუფთა ხალხი. ის ახალგაზრდები, სადაც უსამართლოდ ზიან და აუცილებლად მათ ადგილას აღმოჩნდებიან და ისინი ხორციან ბორშეს ჭამენ აუცილებლად. ის ბალანდა რაც არის და რაც ხდება საკრებში ისეთი რამ არ იქნება. თქვენ ბორში მიუტანეთ ერთ-ერთ მოსამართლეს ალექსანდრე გოგუაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სადი სახში ჭამე და რაღაცა ჩამჯდარიან, იმიტომაც ესეთ სპორტულები და გავა რა იმ მოსამართლეს, ესეთ ფულზე რო იწონება. ნახეთ, ესეთ ფულები რო უყვარდა და ხვალიდელ დღეზე რო არ ფიქრობენ. რაზე ფიქრობენ დღეს მოსამართლეები? იგივე მერაბ ტურავა, რომელიც არის ამ სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს და სხვა შორის მას ჰქონდა ყველაზე კარგი საშუალება, რომ კრიზისიდან გამოიყვანა ქვეყანა, დაეძილია ეს კრიზისი ქვეყანას, მაშინ როცა აქ შემოიტანა პრეზიდენტმა სალმე ზურაბიშვილმა და ასევე რამდენიმე ოპოზიციონერმა სარჩელი, რომ ანტიკონსტიტუციურად მიჩნეული იყო არჩევნები საქართველოში, რაც ჩატარდა ბოლო საპარლამენტო არჩევნები, თუმცა არც კი განიხილეს არც ეს სარჩელი. აი საერთოდ უკვე როგორ არის, აი მაგაცის საუბარიც უკვე აი ესე უნდა ვიდგე და მე მაგალითად აი ესე გამოვხატავ ყოველთვის, იმიტომ არიან რაღაცა კომედიურ ჟანრში არიან სასამართლოა, რომელიც არის შედიან დაწერილს კითხულობენ და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და ამ ქვეყანაში თუ აპირებენ გაგრძელებას ჩვენ არ ვაპირებთ და ბევრი მოქალაქე არ აპირებს, თუმცა შეიძლება რაღაც ნაწილობრივ დაშინებული იყოს. აი მოსამართლეებს, რომლებიც იციან იმ ძველმა მოსამართლეებად, რომელიც იმ 12 წელში მუშუქობაში რა პერიოდიც იყო და მე როგორც შეიცვალა. მე როგორც კიდე შეიცვალა და კიდე შეიცვლება და უკეთესობისკენ წავალ ჩვენ და აუცილებლად ჩვენ ყველას პასუხს აკებინებს ის მომავალი ადამიანები, ვინც მოვა სათავეში აუცილებლად მე მწამს. თუმცა შეიძლება ხარვეზები ყოველთვის იქნება, მაგრამ ესეთი დარწმუნებული აღარასდროს არ იქნება, მე რაც ვნახე სასამართლოში. თუმცა პირველად მოხდი ჩემს ცხოვრებაში სასამართლოში და ის რაც ვნახე იმ დაწერილს კითხულობენ და რაღაცა უაზო და პოლიციელის დაწერილს კითხულობს და ეს დადგმული სპექტაკლი და იმიტომ ან თქვენზე იგზალა და ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი გებუაძემ, თუმცა დაცვის ნაცვლად თქვენ პირიქით იქეთ გაგასამართლეს, იქეთ შეგიფარდეს ადმინისტრაციული წესით პატიმრობა, ხო? თქვენ აღმოჩნდით პირიქით მსხვერპლი. თითქოს მორალური ზიანებს და რაღაც თითქოს დააყავთა დადის აქ. ეს ლარა ქარჩივაძე სტუდენტი, რომელიც ახლა ასე მიმართავს მერაბ ტურავას. დიახ, მერაბ ვერ დავასრულებ ბალხას ბოდიში. ხოხა გებუაძეს საქმე ახლა რაც არის. რავი, განვითარებულ სამყაროს გადახედავ და რავი სადმე გადახედავ მოხელაკეს აქ ესეთი რაღაცა. მოწმეც ყავს, ისიც ყავს და გამოძიება მიდის და მიდის. არავინ არაფერს არ კითხულობს, მიწერ. რა ხდება პასუხსაც არცევენ. აქეთ იმას მივწერ, რა ხდება პასუხსაც არცევს, მე შედიხარ სასამართლოში, გაჯარიმებს რაღაცა უაზო ზურგი დარაბობისთვის წარმოიდგინე მოსამართლე. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს თითქოს ამ შემთხვევაში. 500 ლარი დავეწერე ზებრაზე გადასვლაზე და საიდან ამომისცეს ეს ზურგით ამომისცო პოლიციელმა და ეს მოსამართლემ დაამტკიცა. ეხა ქვებს რო არ ვესრი არ უკვირეს, აი ესე დავწევ ქვებს, მაგრამ თუ გორია და ქვებს ვესრი და დამაჯერენ, ძალიან ცდებიან. ესე უსამართლოდ კიდე გამასამართლებენ დარწმუნებული არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად გავემართვით. ესე და ეს მომღიმარი სახეები აღარ ექნებათ. მადლობა, ეს ბალხას ირემაძე იყო პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. არ იქნება მშვიდობა! არ იქნება სამართალი! არ იქნება მშვიდობა!
ეს არის საპროტესტო აქცია, პერფორმანსი საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ამ სასამართლოს თავმჯდომარებს მერაბ ტურავას უთავდება უკვე მისილება. ეს მისი ბოლო სამუშაო დღეა და სწორედ ასეთი პერფორმანსი დაცილებენ მას პროევროპული აქციის მონაწილეები ბათუმში. ლარა, რა იქნებოდა თქვენი გზავნილი მერაბ ტურავასთან, რომელიც არის ამ სასამართლოს თავმჯდომარე ბოლო 10 წელია. დღეს არის მისი ბოლო სამუშაო დღე. რას ეტყოდით თქვენ? ვეტყოდი რომ ყველანაირ პრინციპს და ქვეყანას უღალატა მერაბ ტურავამ თუნდაც რუსული კანონის მიღებით და პრეზიდენტის სარჩელის არ მიღებით. მერაბ ტურავა დარჩება საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არაღირსეული, მოღალატე, უპრინციპო მოსამართლე, რომელიც დღეს ალაფურშეტით აცილებენ მერაბ ტურავას. თავრობის წარმომადგენლები, ხო, როგორც ჩანს, ეხლა შიგნით არიან არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მერი. დაინახეთ თქვენ რომ ის შევიდა სასამართლოს შენობაში. კი ბატონო, დავინახე როგორ შებრძანდა სასამართლოში და რეალურად ეს ყველაფერი ეს პერფორმანსიც ეძღვნება მერაბ ტურავას გასაცილებელ ღონისძიებას და კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ მერაბ ტურავა არის კონსტიტუციის მტერი, უმთავრესი პერსონა, რომელმაც სამწუხაროდ მისი როლი უსამართლოდ და უხირსოდ შეასრულა საკონსტიტუციო სასამართლოში. მადლობა, ეს ლარა ქარციევაძე იყო სტუდენტი, თქვენ მას უსმენთ, წოდით რუსავა შალომიძეს მოусმინოთ. რუსა, მოგესალმებით, მინდა რომ გაგესაუბროთ. რა შეგიძლიათ თქვა, რა იქნება თქვენი გზავნილი მერაბ ტურავას მისამართით და ეს არის მოსამართლე, რომელიც არც კი განიხილა იგივე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი, რომელიც შეეხებოდა არჩევნების ანტიკონსტიტუციურ ცნობას. ეს მოსეს იყო ბოლო ბერკეტი, ბოლო ლეგიტიმური საშუალება ამ ქვეყანაში, რომ გადარჩენილი იყო ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი, დემოკრატიის და მოქალაქეების სასარგებლოდ. თუმცა ეს არ გააკეთა მერაბ ტურავამ, ისე როგორც კიდევ სხვა 7 მოსამართლე, მხოლოდ 2 მოსამართლე აღმოჩნდა, რომელიც თქვა რომ უნდა განიხილა პრეზიდენტის სარჩელის სასამართლოს. არც კი განიხილეს პრეზიდენტის სარჩელი, რომელიც შეეხებოდა არჩევნების გაყალბებას. თქვენი გზავნილი რა იქნებოდა დღეს ამ სასამართლოს თავმჯდომარესთან? ჩემი გზავნილი, ეხა ემოციურად იმდენად არასტაბილური ვარ, იმ ყველა გარემოებიდან გამომდინარე, რაც ხდება დღეს საქართველოში. ძალიან რთულია ჩემთვის საუბარიც გეი და ინტერვიუს მიცემას, იმიტომ რომ მე არ ვიცი, არ მეგულება ქართველი დღეს ამ პროცესებს აკვირდებოდეს და ამაზე ემოციური კომენტარი არ გააკეთოს. ძალიან მოკლედ შევეცდები, რომ ჩემი სათქმელი უკვე და პრინციპში ჩემს პოსტერზეც არის, რომელიც უშუალოდ ჩემი დამზადებული არ არის, მაგრამ იმდენად მგონია ყველა სათქმელი არის, რომ კონსტიტუციის მტერია ეს ადამიანი. ძალიან მარტივად ორ სიტყვაში, იმიტომ რომ კონდეს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის საშუალება და იმის გამო რომ ხარ მონა დამოკიდებული სხვა ადამიანებზე და ბრძანებებს ემორჩილები, არ გამოურიცხავ, რომ ეს მისი ბოლო სამუშაო დღე იყოს გაქცევა და ვირთხები მართლა ბოლო გარბიან გემიდან და ზუსტად მგონია, რომ ეს პროცესი გავს ვირთხების გაქცევის პროცესს და იახე ისე ყველა იმპერიების დანგრევის წინა ღამეს არავინ არ იცოდა, რომ იმპერია ინგრეოდა. აი ესეთ წრეში იყვნენ, როცა დამოუკიდებლობა მოვიყვანეთ და წინა ღამეს მგონია, რომ ყველა იყო შიში და იგონათ, რომ ეს პროცესი გაგრძელდებოდა დიდი ხანი. მაგრამ არა, ვირთხები გარბიან, ასეთივე ვირთხა და ასეთივე მონა და არ მომერიდება. ეს სიტყვები არ ყოფილა ჩემს ლექსიკონში დღემდე და აქამდე, მაგრამ ეხა არის და არ შემეშინდება. ყველა მოღალატე, ყველა მტერი კონსტიტუციურად. სახელი გვარისხსენებაც კი არ შემიძლია იმ არაქალის, რომელიც დღეს ჩვენ სამხედროებს ასამართლებს. ვერ ვახსენებ, არ მინდა რომ ჩემი პირიდან მომავალმა თაობამ ამ ადამიანს მხოლოდ როგორც მტრად და მოღალატედ შერაცხული იქნება და შევლენ ისტორიაში და აუცილებლად მოვა დრო ხომ მოკვდებით ყველა დარწმუნებული ვარ, რაც მოკვდები ისინიც და რაც საკმაოდ არ იქნება ერთი ადამიანი, ვისაც ცრემლი ჩამოუვარდება და ეს უნდა იცოდეს ყველა, ვინც დღეს მოღალატეობრივ ხელწერას აკეთებს ამ ქვეყნის დაქცევას და გაუბედურებას უწყობს ხელს. როგორ შეიძლება მოსამართლეებმა ამ თემას რო დაუბრუნდე, კი არა და ვერ გამოვდივარ მე ისევ იმ ამბებისგან, რაც დღეობით მიმდინარეობს პარალელურ პროცესში და ჩვენს გმირებს და სამხედროებს ასამართლებენ, ვერ გამოვდივარ ამ სრული შოკისგან და სტრესისგან, უკაცრავად ვერ ვახდენ კონცენტრირებას, რომ ისტორიულად პარალელურ რეჟიმში მიდის საუბარი.
ანუ არ ვიცი, აი ძალიან მარტივად რა, ეს ადამიანები მართლა რუსული კანონის მოსამართლეები თავად თუ ვერ იაზრებენ. მე მგონია რომ ძალიან კარგად იაზრებენ ამ ყველაფერს რა. მე რა ვტურავად, ამ ადამიანის სახელი და გვარი, სახეზეც არ ვიცი როგორია. და დღეს ვამბობდი რომ კი მოუძებნი მის ფოტოს, მოუძებნი მის შვილების, შვილიშვილების ფოტოებსაც, აბსოლუტურად ყველას. პატარაა ეს ქალაქი, ძალიან პატარა. მათი მძღოლები, დაცვა, ყველა მისი ვინც კი იქნებიან ირგული მის გარემოცვაში აუცილებლად ინა დღეს იღიმებიან, იცინიან, დაგწინიან, შეურაცხყოფას გვაყენებენ. ზუსტად ვიცი რომ ამ პერფორმანსიც იქნება რომ 5 ადამიანი იდგა ეს კომენტარები. სულ ცალფეხზე მკიდიან. ცვლილებებს ახდენენ უმცირესობები, მათხოვრები, მონები და გველები ვერ ახდენენ ცვლილებებს. ძალიან გამწარებული ვარ. და აი აგერ სანი მირეკავს და არ იქნება სამართალი. დედა ჩემი მირეკავს. დედა ჩემი სინაშე ვდებ პირობას რომ არც ერთი წუთი არ შევაჩერებ ბრძოლას. ჩემი დიშვილების და ჩემი პატარა დაობისთვის და ძალიან ემოციური ვარ, მაგრამ ვიცი რომ ამ ბრძოლას მე არ შევხვეც. აუცილებლად. მადლობა ეს რუსავარშავო მუზეი ხო? გადატანა გადავიტანეთ, ბევრი რამ გადავიტანეთ და აი ფულზე შეყვარებული ადამიანი ვერასდროს ვერ იმარჯვებს. ის არ წაუკითხავთ, არაფერი არ წაუკითხავთ და ვისაც წაუკითხავს, იმას ეკითხებიან მე რაღაცებს და იმით გამოაქვთ რაღაც შინაარსები. აუცილებლად ფულზე შეყვარებული ადამიანი ყოველთვის ცოდვა რჩება და ცოდვები დარჩებიან. გამორიცხული ეს არსად არ მომხდარა და შეიძლება რაღაცა ბავშვები მაგრამ შვილი იაწუხებს მე შვილი იაწუხებს აუცილებლად. ყველა უნდა დაფიქრდეს თორე 5 დღე ვიყავი და ვნახე რაც იყო ის საკანი რა მდგომარეობაც აქვს თითქოს რაღაცა ბადრაგები იცინიან და ყველაფერი კარგად არის ისინი ხვდებიან ბევრი ხდება მათი მხარეც ხდება რაც ხდება და აუცილებლად ყველა გადადგამს ნაბიჯს რომელიც არის მომავალი ცივილიზებული ქვეყნებთან ურთიერთობა აუცილებლად დაბრუნდება ცივილიზებულ ქვეყნებთან ურთიერთობა საქართველოს არასდროს არ აღმოჩნდება იმ ქვეყნებთან ეს აი ერთი ფრაზაც რო არ აქვს, საკითხული ისეთი ადამიანი წხდება ამას რა, ყველა გძნობს რა მდგომარეობაშიცაა. შეიძლება გააშტერეს, შეიძლება პროპაგანდებით რაღაცები. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე ასე ბოლო პერიოდში რაც განიხილა ამ სასამართლომ, როცა მერაბტურავა იყო თავმჯდომარე, იყო კამპანია ისენ გეხება, როცა ადამიანებს დღემდე ახლა ჩვენ უკანონოდ გვისმენენ, ხო ნებისმიერი სუსის თანაშრომელი თუ კი დაინტერესება რომ ჩვენ მოგვისმენოს, აბა ძალიან თავისუფლად შეძლებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს დღეს კანონმდებლობას. ეს კანონი ეს სარჩელი განიხილა სასამართლომ დაასრულა ამის განხილვა 2019 წელს. 6 წელი გავიდა, სასამართლომ არც კი მიიღო გადაწყვეტილება ამ საქმეზე. ეგ რას ნიშნავს თქვენთვის, რას აჩვენებს ეს ამბავი თქვენთვის? ეს არ თითქოს რაღაც შენობაში არიან, შუქიც გამოირთო ჩემს იმასას. აი შუქიც ერთვება და რაღაცა ფურცლები არა აქვს დაწერილი, მოდის ახლა პასტა კალამი აქვს, რაღაცას ამბობენ და ამას ხალხს ეუბნება რომ ჩვენ არ გვაინტერესებს კანონი რა. და ვინც ვერ ხვდება თითქოს ვერ ხვდება, ყველა ხვდება. თავის ხალხს ეუბნება რომ ჩვენ ნახეთ არ გვაინტერესებს კანონი და უცებ მივიღებთ ყველაფერს და უცებ ჩვენ ყველანი კარგად ვიქნებთ ეს ამათ გავაქცევთ ჩვენ ქვეყნიდან როგორც გააქცია ბელარუსია, როგორც გააქცია და ეს გამორიცხულია დაიჭერენ ერთს გამოვა 100 დაიჭერენ 100 გამოვა ეს არ არის თურქეთი ეს ამას ვერ ხვდებიან იმიტომ რომ მათი პროპაგანდისტები გაიზარდნენ იმ მონღოლების გაზრდილები არიან და ეს შეცდომები რაც აქვს აუცილებლად ჩანიშნონ არჩევნები გამოასწორონ რაღაცეები თავიანთი შეცდომები და მე დარწმუნებული ვარ როგორც აი აქ საკონსტიტუციო სასამართლოდან აცაბაჟიძე გამოვიდა და თქვა გავდივარ არამედ მივდივარ თორე ატეხავდნენ ამბავს ამიტიხარ გავდივარ რომ გავიდა და იმ ადამიანმა ნემედაბაშვილმა გავდივარ და გავიდა და შემდეგ გასასამართლებელი გასამართლა ესე მოხდება ეხლა დარწმუნებულია მადლობა ეს მოხდება ჩვენ ბევრი ადამიანები ვართ და ამას მოვახდენთ აუცილებლად და ჩემს თავში ვარ მართალი და ყოველთვის ვიქნები მართალი და არასდროს არ გავყიდი ფულის გამო ჩემს ქვეყანას ხელოვანი ვარ და ხელოვნებაში ყველა დიდი თავისუფლება არის როცა ამბობ ნამდვილ სუფთა სიტყვას და ყველა რაღაცის გამო არის რა თქმა უნდა ოჯახები აქვს მაგრამ ყველა იტევს გულში მით უმეტეს ხელოვანის სული და გული ვიცი და ბევრი არის ბათუმში რომლებიც გადადგამენ ნაბიჯს და თავისუფალ სიტყვას იტყვიან და თავისუფალ სივრცეში აღმოჩნდებიან ჩვენთან ერთად დარწმუნებული ვარ მადლობა ეს ბალხას ირემაძე იყო რომელსაც მოაწყო დღეს ეს პერფორმანსი საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეები უწყობენ ერთგვარ გაცილებას მერაბტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს რომლის უფლებამოსილი
გამოცდილების ვადაც იწურება დღეს 10 წლის ვადით ირჩევენ მოსამართლეებს, როგორც თქვენთვის არის ცნობილი და მათ შორის 2015 წლის 30 მარტს დადო ფიცი მერაბ ტურავამ და გახდა ის ამ სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2020 წლიდან ის არის ამ სასამართლოს თავმჯდომარე და დღეს მისი ბოლო სამუშაო დღეა. და სწორედ ერთგვარი პერფორმანსი საპროტესტო აქცია მოუწყვეს მერაბ ტურავას დღეს პროევროპული აქციის მონაწილეებმა გზავნილით კონსტიტუციის ამ გზავნილით რომ ეს არის უფრო კრემლის ფილიალი და მერაბ ტურავაც არის ასრულებს კრემლის დავალებებს და არის კონსტიტუციის მტერი და არა მისი დამცველი და ეს გამოჩნდა არაერთ შემთხვევაში მათ შორის ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა ბოლო პერიოდში იყო საარჩევნო დავა, როცა არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურ ცნობის მოთხოვნით აქ შემოვიდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სარჩელი, თუმცა ეს სარჩელი არათუ არ დააკმაყოფილა ამ სასამართლომ, არამედ არც კი განიხილა, არც კი მიიღო დასაშვებად ეს სარჩელი მოსამართლე მერაბ ტურავამ. მშვიდობ მოსამართლემ დაუჭირა მხარი იმას, რომ საერთოდ არ უნდა განიხილათ პრეზიდენტის სარჩელი, რომელიც შეეხებოდა არჩევნების ანტიკონსტიტუციურ ცნობას. ხოლო ორი მოსამართლე აღმოჩნდა, გიორგი კვერენჩხილაძე და თემურ ტუღუში გამონაკლისი, რომელმაც თქვენს რომ უნდა განიხილა საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული დავა. კიდევ ერთი გახმაურებული кейსი, რომელიც განიხილა სასამართლომ ბოლო პერიოდში ეს იყო კამპანია ეშენ გეხება უკანონო მოსმენების კანონი, როცა სუსტ ძალიან მარტივად შეუძლია ნებისმიერ ჩვენგანს მოусმინოს. ეს ჩანაწერი კანონში ასევე იყო გასაჩივრებული 2017 წლიდან კამპანიას ეშენ გეხებას ფარგლებს, ალბათ ყველას გაახსოვთ ეს კამპანია. ამ საქმეზე იმსჯელა სასამართლომ, ამ საქმის განხილვა დასრულდა 2019 წელს, თუმცა დღემდე, როცა 6 წელია გასული, 6 წლის განმავლობაში ხელწყვეტილება არ მიუღია სასამართლოს ამ მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით, ასევე რუსული კანონი, რომელიც განიხილა ასევე სასამართლომ და მას უნდა შეეჩერებინა ამ კანონის მოქმედება და შეეძლო რომ შეეჩერებინა და თავიდან აერიდებია ქვეყანას კიდევ ერთი კრიზისი. ესეც არ გააკეთა ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ და განსაკუთრებულ სიტყვაზე მან არ შეეჩერა ამ კანონის მოქმედება, რომლის უფლებამოსილებაც მას ასევე ჰქონდა. თუმცა მთავარი საყვედური იურისტებისგან, უფლებადამცველებისგან და არაფოდ მათგან ეს არის სწორედ ის, რომ ამ სასამართლოს შეეძლო ყველაზე დიდი დღევანდელი კრიზისის თავიდან არიდება ქვეყანაში. ის იყო ბოლო ლეგიტიმური ორგანო ანტიკონსტიტუციური პარლამენტის შემდეგ, რომელსაც შეეძლო ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის გადარჩენა იმ კუთხით, რომ მას შეეძლო არჩევნები ანტიკონსტიტუციურად ეცნო და ქვეყანაში ამ შემთხვევაში ჩატარდებოდა ხელახლა არჩევნები, თუმცა არა თუ ამ მოთხოვნას დათანხმდა ეს სასამართლო, არამედ ეს სასამართლო მერაბ ტურავას თავმჯდომარეობით არც კი განიხილა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სარჩელი, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო თუ რამდენიმე თვის წინ ამ სასამართლომ არჩევნების შემდეგ. Ქვეყნას ადევნებით აქცია პერფორმანს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რომელიც დღეს აქ მოაწყოს პროევროპული აქციის მონაწილეებმა ბათუმში. დღეს 121 დღეა პროტესტის დაწყებიდან და ამ საღამოს ისევ აქ შეიკრიბებიან მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე. ეს უწყვეტი საპროტესტო აქციებია, რომელიც გრძელდება ამ დრომდე ყველა ქალაქში, მათ შორის ბათუმში. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიიდან ედგაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის დროებით. Thank you.